თქვენ ორი ისეთი რამ მკითხეთ, რასაც მთელი ცხოვრება ჭირდება და შეიძლება ცხოვრების ბოლოსაც ვერ გასცე ამას ერთ ნიშნა პასუხი. ბუნებრივია უბრალოდ ამ პასუხის ძიების პროცესია, ალბათ მნიშვნელოვანი, რასაც მე ვცდილობ რომ თვალი ვადევნო სწორედ თქვენ შემოქმედებაში. და მე ვცდილობ რომ ამით სპექტაკლმა მე მგონია თუ ხელოვნების ნაწარმოებმა ნებისმიერმა ბელეტრისტულმა თუ სპექტაკლმა ფილმმა მე მგონი უნდა აღძრას მაყურებელში სურვილი ამ საკითხებზე ფიქრისა და არ კი უნდა მიცეს ზუსტი დირექტივა, რა თქმა უნდა ეს არაფერ ახალს არ ვამოყვახვა მე, მაგრამ ეს ასე აი როცა რამე მიმითითებს, აი ეს არქნა და ეს კენი, ეს არ არის ხელოვნების ნაწარმოების დანიშნულება, მე მგონი. მაგრამ ხელოვნების უმთავრესი მიზანი, რომელსაც თქვენ ვდანეთ, ეს არის ჩვენების პროცესი და ისტორია თქვენი შემოქმედებაც არა მარტო ჩვენს ვისაუბრეთ პიროვნებად ქცევის ფორმულაზე, როგორ ყალიბ შეიძლება ჩამოყალიბდეს ან, მაგრამ უფრო ხშირად მე მეჩვენება, რომ თქვენ შემოქმედებაში ჩანს აი პიროვნების დაშლის პროცესი. აი, როდესაც იგი სხვადასხვა მიზეზით იშლება, როდესაც იშლება ოტელო, რომელზედაც ზემოქმედებენ და მისი პიროვნული მე იშლება. სხვადასხვა ან შინაგანი ან გარეს ზემოქმედების გამო. როდესაც შეიძლება ვთქვათ დაიშალოს სტრიტბერგის მამაში ადოლფის პიროვნება სხვადასხვა ზემოქმედების გამო. როდესაც შეიძლება დაშლილი იყოს უკვე მარადქმარში პიროვნება, რომელიც ცდილობს ამ თავისი დაშლილი სხეულის შეგროვებას და სულის ასევე შეგროვებასაც კი. ანუ მე რას გულისხმობ და ბოლოს მივადექი ერთ გარკვეულ ფორმულას, რომ თქვენ მიხვედით ჩემთვის აღზარეთ რაღაც ისეთი აზრი, რომ პიროვნება ნებისმიერ ვარიანტში იშლება. ან შლიან, ან იშლება, იგი ურთიერთობაშია საზოგადოებასთან თუ არ არის ურთიერთობაში. მაშინ რა გამოდის, რომ ნებისმიერ ვარიანტში, როგორიც არ უნდა ავიღოთ, როგორი მოდელიც, პიროვნება მასად იქცევა, ანუ იგი დაიშლება და შეუერთდება ერთნიშნა მასის სახეს? არა. არა. არაფრით. არა მგონია. თუმცა საერთოდ მასაში აი კარგით, იმას თავი დავანებოთ იმ მაგალითს ახლა რომელიც თავში მომევიდა, მაგრამ ისე აი ძლიერი პიროვნებაც ის არის, ვინც აი მაქსიმალურად შეინარჩუნებს რაღაცა მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გარე სამყარო და პირობები არ უწყობს მას ამისთვის ხელს, მაგრამ მისი სიძლიერე და მისი სიმტკიცე იმაშია, რომ ის მიუხედავად ყველაფრისა, მაინც შეძლებს რაღაცა მთავარი შეინარჩუნოს, რაც ან იქიდან აქ, ან აღზრდით აქ, ან ორივე ერთად. აი, რაც არ უნდა ძნელი იყოს, იცით რა, არც ერთი სიტუაცია, გოგა, არც ერთი სიტუაცია ჩვენ არ გვამართლებს ჩვენი დანაშაულებების დროს. ჩვენ შეცდომებისგანაც არ გვიცავს და მე არც ერთი ჩვენი საქციელი გამართლებული იმით, მე ჩემ თავზე ვიყავ, გამართლებული იმით, რომ რა ვქნა სხვა გზა არ იყო. სხვა გზა ყოველთვის არის. თუ ეს არ ეხება ვინმე კონკრეტული ადამიანის გადარჩენას, აი იმისთვის, რომ სხვა ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნოს, შეიძლება წახვიდე სერიოზულ კომპრომისებზე. ოღონდ კი გადაარჩი. ოღონდ კი იმიტომ, რომ ერთი ადამიანის სიცოცხლე ღირს იმათ, რომ შენ შელახო, თუ ეს დაგჭირდება, შელახო შენი თავმოყარეობა, ან წახვიდე იმ რისკზე, რომ ვინ იცის შენს რომელიმე საქციელს რა სახელს დაარქმევენ. გადააბიჯო შენ თავმოყარეობას, რომ შეიძლება რა თქმა უნდა, ოღონდ კი სიცოცხლე შეუნარჩუნო ვინმეს, მარტო ახლობელს არა, აი რომ ვინმე, ვინც გჯერა რომ გადასარჩენი. იცით, აი ძალიან რთული. ძალიან რთულია. რამდენ შეცდომას უშვებ ადამიანი ისეც, რომელიც არ იცი რომ შეცდომა. და ხანდახან არის გამიზნულად მიდიხარ იმაზე, რომ ოღონდ აი ეს მთავარი შევძლო X დაუშვათ აი ადამიანის გადარჩენა თუნდაც. და დაუშვებ რაღაც ისეთ საქციელს, რომ შეიძლება მკლად არ მეგადრება, მაგრამ აქ აღარ არის უკვე ჩემზე ლაპარაკი, ოღონდ კი შევძლო მისი გადარჩენა. და თუ საკუთარი თავის გადარჩენაზეა ბატონ თემურს საუბარი, რატომ მარტო სხვისი?
იქნებ საკუთარი თავის გადარჩენისაცაც აქამდე მოვიდეთ. აი საკუთარი თავის გადარჩენაც ადამიანს უნდა შესწევდეს უნარი საკუთარ თავს ზუსტი დიაგნოზი დაუსვას, რომ შეძლოს მისი გადარჩენა. თუ დიაგნოზი ზუსტ ვერ დასვამ, რა გჭირს? როგორც მედიცინაში. ამბობს გამართლებულია ყველა მეთოდი საკუთარ მორალზეც გადაბიჯებას კიდევაც წეგანსო. ყველა მეთოდი. ისე ხოთ სხვის გადარჩენა. სხვის გადარჩენაზე ისიც თუ მხოლოდ შენ შეგეხება მისგან მიღებული ზიანი. შენი საქციელისგან, შენი შეცდომა კი არა, შენი რაღაცა ნაბიჯისაგან, რომელიც მერე შეიძლება ვიღაცამ სათაკელო ჩაგითვალოს. ამაზე თუ მიდიხარ, ეს მარტო შენ შეგეხება. მაგრამ თუ სხვას ეხება, უკვე აღარ გაგაშიოთ. უკვე აღარ შეიძლება. შენ თავზე შენ ხარ პასუხისმგებელი, აი ეს. და მე წავიდა ის დრო, ისეთ თქვენ ახალგაზრდა ბრძანდებით გიცხოვრიათ საბჭოთა კავშირში, მაგრამ ახალგაზრდა ბრძანდებით საიმისოთ, რომ იყო იცით 60-იანი წლების ბოლოს, აი რუსულ პრესაში გაჩნდა ასეთი ისა, რომ вот, например, не проходите мимо რო აი სხვისი უბედურება ვერაფერს უცამაში ვერ ხედავს სხვათა შორის. მაგრამ კიდე იყო ასეთი ის, вот не проходите мимо და მე კი გაჩნდა ასეთი ტალღა, რომ ესე იგი ძალიან ძლიერი ტენდენცია გაჩნდა, რომ აი დამნაშავე დაუშვათ არა ვიღაცა. ეს დამნაშავე კი არ არის, ის კარგია, ოღონდ საზოგადოებამ შექმნა ასეთად. ესე იგი გარემოა ცუდი, თორემ თვითონ კარგია. ძალიან სახიფათო თეორია. ამან არ გამანთავისუფლოს ყველაფრისგან. თქვენ ხართ ყველანი ცუდები, თორემ მე ძალიან კარგი ვარ. და აი მე კი ჩავდივარ ცუდ საქციელს, მაგრამ იმიტომ რომ თქვენ მიმიყვანეთ აქამდე, თორემ მე ასე ყოველგვარი პასუხისმგებლობა არ მინდოდა თქვენ მაიძულოთ. როგორ გიგადეთ? აი საიდან იწყება რღვევა პიროვნების რღვევა თუ დაიწყო, ის გადადის საზოგადოებაზე. საზოგადოება შედგება ადამიანებისგან, რაც კი ანუ რაზეც გეუბნებით ხედავთ. ხო და ამიტომ თუ პიროვნებები დაირღვევიან, საზოგადოება მოიშლება და აღარ იარსებებს. აქედან გამომდინარე აღარ წაყენთ. ესე იგი, აი ის საიდან იწყება სათავე ატომის განხილვამით, აი როგორც ატომი არის, როგორც მოლეკულა, ასევე ინდივიდუუმში მაინტერესებს და ისეთ საინტერესო პროცესები ხდება თითოეულ ჩვენთაგანში. უფრო საინტერესო არ ამგონია საზოგადოებრივი და ესეთი პროცესები იყოს. იმის დაკვირვება მაინტერესებს. მე უფრო ის მაღლებს გეფიცებით. აი როგორ შეიძლება ჩემმა არასწორად კი არა, ერთმა უადგილო ადგილას ნათქვამმა მოსაზრებამ ამ ფრაზამ, როგორ შეიძლება შეცვალოს თქვენი ცხოვრება, რანაირად ხდება ეს. აი ეს რა ვქნა დღეს უფრო მაღლებს. პირადოსობა მუდამ შენს მხარეზე მაჯადოებდი, მაბრუებდი. აღარაფერს ხედავდი, აღარაფერი მესმოდა და მხოლოდ შენ გმორჩილები. კარტოფილს მჩვიდი პირში და იმტკიცებდი ატამიო. ბადრუკი გონების პატრონს ხებზე გეკიდა ჩემი რჩევა და რეგებანი და შენ შუაზე ცხოვრობ. ძალა შეწევდა და მიბიძგებდი კიდეც. ბილწის აქციელის დანაშაულის ჩასადენა. შემდეგ როცა თვალი ამახილა და შეურაცხყოფილად ვიგზენი თავი, შევეცადე აღმედგინა შეგინებული ღირსება დიდი საქმე დაღმოჩენიდან, თუნდაც კეთილშობილური თვითმკვლელობა. ფრონტზე წასვლა გადავწყვიტე და ეგეც არ გამომივიდა. მაშინ ჩავიძირე მეცნიერებაში. და ზუსტად მაშინ, როცა ხელი მაქვს გაწვდენილი ნაყოფის მოსაწყვეტად წვიჭრი. ოჯახი, აი ყველაზე მეტად ჩვენ ყველაზე მყარად რა შემოგჭა კიდე ოჯახის ფენომენი. ალბათ აი დროსაც თუ ოჯახი იყო თუ ერთადერთი არა. მე მარტო განქორწინება არა მხედველობაში. მე ვამბობ, აი ოჯახის, აი ეს რომ აი ქართველებს ჩვენ ოჯახი იყო, აი ხანდახან ისე მეჩვენება თითქოს ჩვენ ვფიქრობთ რომ გარეთ იყოს ესე, გარეთ იყოს სუდად, გარეთ ოღონდ ოჯახს არ აკეთები. ეს მარტო სიყვარული არ არის ოჯახის. ეს არის კიდე შეიძლება თავდაცვის ინსტინქტი. აი ეს როგორ გადავლახოთ, რომ როგორ მივხვდეთ ბოლოს რომ გარშემო თუ ყველაფერი ცუდად არის, არ შეიძლება ჩემ ოჯახში კარგად იყოს საქმე. ვერ იქნება.
და დღეს თუ არის მოჩვენებითია. და პირიქით აქედან თუ იწყება რღვევა, აი ესენი მაინც რა ვიცი. და შეძლებს დაგვარად ცდილობ ამის. გარკვევა სამსაკითხებში. ბატონ თემურ იმ საკითხებში გარკვევაც მაინტერესებს მე ამ შემთხვევაში თქვენი საშუალებით რომ როდესაც მე-19 საუკუნის ბოლოს თქვენ კარგად მოგეხსენებათ ჩემზე უკეთესად ამ შესახებ ადამიანებმა დაკარგეს კიდევ ერთხელ ღმერთი და დაიწყეს შემდგომ მისი ძიება და მთელი შემდგომი შემოქმედება ამ ღმერთის ძიებაშია. როგორ ფიქრობთ დღეს, როდესაც ჩვენი საზოგადოება ძალიან აქტიურად დაუბრუნდა ეკლესიას ეს იმას ნიშნავს რომ ღმერთი ვიპოვეთ? ისე ვერაფერ ახალს ვერ გეტყვით, მე ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ყველა ადამიანმა თავის თავში უნდა აღმოაჩინოს ეს ღმერთი. თვითონ კი არ გაიღმერთოს თავის ღადე. აი, თავის თავში აი ესე რომ არის გაგებული რომ თვითონ გაიღმერთოს. და ისე და საერთოდ რაც უფრო თუ სარწმუნოებაზე ვლაპარაკობთ, მე გარდა იმისა კარგია ეს რომ ეკლესიაში გაცილებით მეტი ხალხი დადის, ოღონდ გაცილებით მეტმა კიდევ რომ სახარება უფრო დაკვირვებით დაიკითხოს. და საერთოდ დაიკითხოს. ასე აღარ მინდოდა მე თქვა. ეს კარგი იქნება. ბატონ თემურ, როდესაც რეჟისორი ანაწილებს როლებს, აქ უკვე გარკვეულად ჩადებულია მისი სათქმელის ძირითადი აქცენტი. მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში. როდესაც თქვენ ანტიგონე დადგით, აქაც თბილისში და მოსკოვშიც და იქ კრეონის როლი ოთარ მეონუცხუცესმა შეასრულა. ბუნებრივია რომ აქცენტი ალბათ ზუსტად იყო განსაზღვრული ყოველ შემთხვევაში ჩემთვის და ალბათ მაყურებლისათვისაც, როდესაც საუბარია იმაზე რომ კრეონი იქნება არა მტარვალი, რომელმაც შეიწირა ახალგაზრდა უმანკო ადამიანის თავისუფლება და მისი სურვილი თავისუფლებისაკენ, არამედ ეს არის ადამიანი, რომელსაც უნდა განეწყოს მაყურებელი დადებითად და კარგად. ანუ უნდა მასში დაინახოს გმირი, რომელსაც აქვს ძალიან კარგი ბევრი თვისება. ასეც იყო და ასეც არის სპექტაკლში. ის არის ხელისუფალი, რომელსაც უყვარს თავისი ოჯახი, რომელსაც არის ძალიან მსრუნველი და მოსიყვარულე ქმარი, რომელიც უვლის თავის მეუღლეს. და ყოველთვის შემკული დაწყებული გარეგნობიდან დამთავრებული მისი საქციელით ქმედებით სცენაზე. ანუ იგი ძალიან წესიერი ადამიანია, წესრიგის მოყვარული ადამიანია. ესე ქართულ ენაში ძალიან კარგი სიტყვა, ესე იგი წესიერება წესრიგისადმი ერთგულებას გულისხმობს. და აი ამ წესრიგის მოყვარულმა ადამიანმა, ანუ წესიერმა ადამიანმა, რო ვთარგმნოთ უფრო ესეთ გამარტივებულ ენაზე, მეორე ადამიანის ცხოვრება შეიწირა. მე მაინტერესებს რა, ბატონ თემურ, აი რატომ დადგით დღეს აქაც და რუსეთშიც სპექტაკლი ხელისუფალზე, რომელიც არის წესიერი, წესრიგის მოყვარული. და რომელიც წესიერებაც, ანუ წესრიგისადმი ერთგულებაც მეორე ადამიანს იწირავს. არა, მარტო მასზე არ დამიდგამს, ანტიგონეზეც ასევეა ის სპექტაკლი, არა? მაგრამ ერთგან წავიკითხე, იცით სპექტაკლის მერე და ძალიან მეტკინა გული. ჩხეიძეო, როგორც ჩანს, დიქტატურის მომხრეო. ამან სულ გადამიგონა გულიდან. არა. ეს ღმერთოდიდებულო, ნუ კარგით. მაგრამ დაიცნოდეს თქვენ შემოქმედება საერთოდ. მაგრამ ჩემი შემოქმედება იქით იყო, ჩემი შემოქმედება რაც ახსენებელია, ანუ ის გაეცნოთ მაინც წესიერად, სადაც ქორო ამბობს, რომ ტრაგედია იმით განსხვავდება დრამისგან, რომ ტრაგედიაში არ არის მწუანი და მართალი. აი, ციტირებას ვახდენ. მე რა რომ ერთი კლავს და მეორე იღუპება. ეს არ ნიშნავს, რომ ერთი მწუანია, მეორე მართალი. უბრალოდ ტრაგედიაში არის გამოუვალი სიტუაცია, როდესაც სხვა გზა არ არსებობს და ადამიანები ამიტომ ხმამაღლა ლაპარაკობენ, ყვირიან, კივიან იმის გამო, რომ ეძებენ ამ გამოსავალს, მაგრამ რომელიც არ არსებობს. ტრაგიკულია სიტუაცია, რომელშიც ეს ადამიანები ხვდებიან, თორემ მკვლელი არც ერთია და არც მეორე არ იღუპება მტარვალის ხელით. აი
ესე იგი და მან რა არის თუ ჩვენ გვინდა პიროვნული თავისუფლება თუ ჩვენ გვინდა პროგრესი თუ ჩვენ გვინდა იცით თუ ჩვენ მორალი გვინდა რომ ადამიანი იდგეს პირველ რიგში წინა პლანზე რომ ადამიანისთვის კეთდებოდეს ყველაფერი მაშინ ანტიგონეა საჭირო თუ ჩვენ გვინდა სახელმწიფო რომელშიც ცხოვრობ თუ ჩვენ გვინდა რომ ქვეყანა ერქვას კრეონეა საჭირო რომელიც ღმერთთან უკნას და არ დაინდობს როგორც პიესაში არა თავის დიშვილსაც კი არ დაინდობს იმიტომ რომ საკმარისი ერთი დაინდოს რომ მაშინ ვეღარ მოთხოვს პასუხს ამ არეულ ქვეყანაში ამ ომით დანგრეულ ქვეყანაში ვერ მოთხოვს პასუხს არადა სხვანაირად ამას სამოქალაქო ომს გადატანილ ქვეყანას ანტიგონეს ყვები ვერ შეაჩერებს ვერ გააჩერებს ამ არეულობას სადაც აი შესანიშნავი ტექსტია კრეონს არა რომ იმას რომ იგავს რო ყვება იმაზე რომ ხომალდზე სადაც ხომალდი იძირება და იმის მაგივრად რომ ხომალდის შემადგენლობამ ოფიცრებმა მატროსებმა რაღაცა გააკეთონ რომ გადაარჩინონ ეს ხომალდი ყველამ ტივი შეკრა თავისთვის მიდის სასმელი წყალი წაიღეს გაქურდეს გაძარცვეს და არის ქარიშხალში ეს ხომალდი რომელიც ტაატით მიდის და არავინ ხო უნდა იყოს ვიღაც ვინც მოკიდებს შტურვალს ხელს დადგება და იმ დროს ხელს ნურავინ შემიშლისო კრეონი ამბობს რომ პირველივე ვინც გამოძრება წინ ვესწრი იმიტომ რომ მე უნდა გადავარჩინო ხომალდი ანუ ქვეყანა ეხლა იცით რა მე არავის მხარეს არ ვარ მე ვსვამ საკითხს ანუ ის მეყვები მე ვსვამ საკითხს რა ვქნათ ამ დროს ვინ გადავარჩინოთ აი ტრაგიკული სიტუაცია ორივე შემთხვევაში ტრაგიკული იქნება ეს სიტუაცია და იღუპება ანტიგონე და ანტიგონეს ნაირები თუ დაიღუპება ქვეყანა საბოლოოდ მაინც მოხდა ისე რომ ავიღოთ რომ აი ეს მთელი ეს ამბავი საბოლოოდ ორივე დაიღუპა ეთყობა რაღაცა იმიტომ რომ ანტიგონეს დაღუპვა ნიშნავს ქვეყნის დაღუპვასაც ალბათ არა მარტო დაღუპვათა ჯაჭვი ადრეა დაწყებული ანტიგონემდეც ეთყობა თავის დროზე მთელ ანტიკურ ლიტერატურაში რაც არის ის კვალი ანუ ისაც გადმოყვება ეთყობა ჩადენილ ცოდვათა რაოდენობა ძალიან ქმნის ტრაგიკულ სიტუაციას სადაც მერე უკვე შენ აღარ გეკითხება ვინ დაიღუპება და ვინ არა ჩადენილი ცოდვა ოიდიპოსის თელი ის პიესა ოიდიპოსი კი არა ამბავი ოიდიპოსზე ლეგენდა თუ არის როგორც გნებავ დაარქვით მთელი ეს ისტორია ოიდიპოსისა ხომ ოიდიპოსი დაწყევლილია მის გამო კი არა მამამისის მიერ ჩადენილი ცოდვის გამო და მე იცით ამის შეში აი რაღაც რო აკეთებ არა რამდენიც გამიგია კი მაგრამ შვილებს რა უნდა იმიტომ კი არა რომ შვილი აუცილებლად პასუხს მოგთხოვს ჩემი ჩადენილი ცოდვის გამო შეიძლება მე აქვე არ დავისაჯო მაგრამ ვაი თუ ჩემი მოდგმა დაისაჯოს ამის შეში არა გვაქვს როგორც ჩანს არა ხო და თუ როგორ ჩანს არა და ესე იგი როგორც მე მგონი და აი ანტიგონე თქვენი ამაზეა ანტიგონე იცით რაზეა რომ ანტიგონე სწორედ იმაზეა რომ ერთნიშნა პასუხი მე არც ერთ მხარეს და არც მეორე მხარეს არ მაქვს თვალწინ წარმომიდგე ახლა ისევ ჩემი კრიტიკოსები რას ქვია არა გაქვს პასუხი და როგორ თუ არა გაქვს პასუხი არა მაქვს და მინდა ამაზე ფიქრში მოვიწვიო მაყურებელთა დარბაზზე ვინ გამცემს ერთი ისეთ პასუხს რომ რა თქმა უნდა ზოგი იქნება ანტიგონეს მხარეს ზოგი კრეონის მხარეს და ზოგი იქნება იმ მესამე პოზიციაზე როცა ტრაგიკული სიტუაცია შექმნილია ცოდვა ჩადენილ ცოდვათა გამო და აი მაშინ რა ვქნათ ყველა მერთად რას უშველთ მონანიება არის გამოსავალი არ ვიცი პიროვნებისთვის შეიძლება გამოსავალი თუ ეს არის მომავალ ცოდვათა ჩადენის წინაგზა არა რატომ თუ უცხოელი მონანიება რატომ უნდა იყოს მომავალ ცოდვათა ჩადენის და კაცი თუ ანგარებით მიდის მონანიებაზე მაშინ რა თქმა უნდა მართალებს დანდებით თუ
თუ ეს პირფერობა ერთი ნაბიჯია, ხო? ერთი ნაბიჯია. ხო, პირფერობა, მე ყველაზე საშინელი პირფერობა, მე მგონი რომელია, ეცეთ ის კი არა რომ მე აი ეს პირფერობა თუ აი ეს რა ქვია რაღაცის თამაში მოჩვენებით თქვენთვის რო კეთდება კი არა. საკუთარ თავთან რო თამაშობ, აი ყველაზე საშინელი რამ და ყველაზე ძნელად აღმოსაჩენი. მე რო ვირწმუნებ თავს, რომ ეს ამას და ამას, ამისა და ამის გამოვაკეთებ. და თვითონ რო ვიჯერებ, ეს არის გადასარევი. თვითონ რო ვიჯერებ სერიოზულად, რომ მე ამას ამისთვის ვაკეთებ. არ უტყდები საკუთარ თავს ნამდვილ დანიშნულებაში ამა თუ იმ საქციელის. აი მე აი ამას გულისხმობ, როდესაც აი ეს გავაშიშვლო, ჩვენ თავში აღმოვაჩინოთ რა. ხება შეგვეშინა შედეგად. ყველაზე ძნელია. მე კი ვამბობ ამას, მაგრამ შეიძლება იმიტომაც ვამბობ, რომ ყველაზე ძნელია და მე კი ვახერხებ, რა ვიცი. ვცდილობ, მაგრამ მე ვერ მოგცემ გარანტიას რომ ვახერხებ. და შეიძლება სულ ამაზე იმიტომ ვფიქრობ, რომ მინდა მოვახერხო. თუ კი მე გამოგიწოდე აი ეს ხელი შენ როგორ არ უნდა ჩემოგერთმია